გიორგი, პირველ რიგში თქვენ მოგცემთ იმ სურათის აღწერის შესაძლებლობას, რომელიც ერთის მხრივ რეპრესიების ტალღის არათუ შენელებას, არამედ გამძაფრებას უკავშირდება და ჩვენი შემდეგი სტუმარი იქნება ტროტუარზე დგომის გამო განსასჯელი ქალბატონი. ციხეებში არის ხალხი, ვინც იქიდან გამოდის და იხდის სრულიად უსამართლოს სასჯელს, თავზე კიდებენ დამოკლეს מחულები და ახალ სისხლის სამართლის საქმეებს როცა დაჭირდებათ მერე გამოიყენონ და ამ პირობებში ხელისუფლებისა და რეჟიმის მოწოდებები რაღაც დიალოგსა და დებატებზე. რას უნდა მივაწეროთ ეს? მოგესალმებით, მადლობა მოწვევისთვის. ბიძნეევანიშვილი უკვე დიდი ხანია შევიდა ამ სპირალში, საიდანაც ის გამოსვლას ვერ ახერხებს. ის არის ჩემი აზრით ძიმე მდგომარეობაში, სხვაგვარად არ აიხსნება ის ნაბიჯები, რომელსაც მისი რეჟიმის წარმომადგენლები და მისი რეჟიმი ბოლო პერიოდში დგამს, მათ შორის იგივე ტროტუარზე დგომისათვის დაკავებები, ქუჩის გადაკეტვისთვის, სისხლისამართლის ქუჩაში დგომისთვის სისხლისამართლებრივი პასუხისმგებლობის დაყენება, ჩვენ ახლა საუბრობთ გივის საჩვენებით თარგამანს, რომელსაც აქვე ულოცავ საპატიმროს დატოვებას, გიორგი ვაშაიძეს საუბრობდით სხვებზე და ამ ადამიანებზე ახალი სისხლისამართლის საქმეების აღძვრა. ეს ხო იმ ტიპის ამბავია, რომელიც არ მოსწონს ალბათ მის ამორჩეველსაც კი. წარმოუდგენელია ქართული ოცნების ამორჩეველი, რომელიც არ არის რუსი, რაღაცა ქართული ოცნების ამ რეჟიმის პროპაგანდის გამო არის რაღაცა ამტყეობაში და ის აძლევს უბრალოდ არის რაღაცა ჩამოყალიბებული აზრით იქეთკენ რო თითქოს ომისაგან იცავს ბიძინა და ამის გამო აძლევს ხმას ქართულ ოცნებას, მისთვის რა მარტივად მისაღები ამბავია, რასაც მის მიერ არჩეული ხელისუფალი აკეთებს ტროტუარზე დგომის გამო, ადამიანს როცა ციხეში სვამ, როცა უკვე დაჭერილ ადამიანებზე ახალი სისხლისამართლის საქმეებს ამატებ 2-3-ს, იგივე ნიკამელიას შემთხვევაში და ასე შემდეგ. ამიტომ მე მგონია რომ ბიძინა უბრალოდ მივიდა იქ, სადაც მას უკან დახევა, უბრალოდ ეხა ჩაერთვლება იმ მასშტაბის სისუსტეთ, როცა ის ფიქრობს, რომ ამას შეიძლება დიდი მღელვარება მოყვეს ქუჩაში, რაღაცა გამარჯვებული სეიფორიდან უამრავი ადამიანი გამოვიდეს და მისთვის ეს რთულად დასრულდეს და შეცდომას ჩემი აზრით ამატებს შეცდომებს და თქვენ გეოპოლიტიკურ კონტექსტს განიხილავდით იმას, რაც ხდება ეხა სოფლიოში, მათ შორის რაც ხდება ჩვენს რეგიონში, სად არის საქართველო. ხო ამ ყველაფერს გამოძახილია სწორედ ის, რომ აქამდე მიიყვანა ბიძნეევანიშვილმა საკუთარი თავიც და მე იმედი მაქვს, რომ ის ბოლომდე ვერ შეძლებს აქამდე მიიყვანოს ჩვენი ქვეყანას და ერთადერთი რის გამოც ჩვენ ჯერ კიდევ გვჭირდება შანსი იმისა, რომ გავარღვიოთ ეს მოჯადოებული წრე და თანამედროვე სოფლიოში, სადაც ბევრი რამ იცვლება, ჩვენი ღირსეული ადგილი ვნახოთ, იმგვარი ადგილი, სადაც გრძელვადიანი პერსპექტივით ვიცხოვრებთ კეთილდღეობითა და უსაფრთხოდ, ამის შესაძლებლობასა და ამის შანსს ტოვებს საქართველოს მოსახლეობის ის პატრიოტი ნაწილი, რომელიც ამ რეპრესიების მიუხედავად სხედან საპატიმროებში და არ თანამშრომლობენ რეჟიმთან, სხედან ციხეებში პოლიტიკური პატიმრები, უწყვეტად მიმდინარეობს საპროტესტო აქციები მიუხედავად ჯარიმების, ადმინისტრაციული პატიმრობებისა და ასე შემდეგ. ამ ხალხის დამსახურებაა, მოკლედ ამის თქვა მინდა, ის რომ ჩვენი შესაძლებლობა ჯერ კიდე გვაქვს.